მომზადეთ დაიგავეთ თქვენი ადგილები მართლაც შესანიშნავი ნომერი იყო ჩემო ბატონო. ჯება. ბატონო. ერთი მეც გამახსენდა ახლა პლასტიკურ ხირურგზე. აბა, როგორ არა? ფეხზე ავდგები, თორე ექიმებზე რომ ლაპარაკობ, ფეხზე უნდა იდგენ, თუ საჭიროა უკვე. აჰა. პლასტიკურზე რაღაც ესეთი იყო და მაინც უფრო მინდა რომ გამომწვავო. იყო ერთი ქალი ბები, ახალგაზრდა ბები ეკლესიაში დგას და ლოცულობს და ღმერთს ევედრებაო, შვილი გამიჩნდაო და ღმერთო გევედრებიო, კიდევ რამოდენიმე ხანი მაცოცხლეო და ახლა ღმერთი გამოეცხადა და ეუბნება გადასარავი ახალგაზრდა ქალბატონი მზანდები და რამდენიც გნებავთ იცოცხლეთო და კახარებული ქალი გამოვარდა ეკლესიიდან და გავარდა პირდაპირ პლასტიკურ ხირურგთან კუზანოვთან. ჯერ უმცროსთან გაიკეთა ყველაფერი. ეს ბოტოქსი, რამე ყველაფერი. მერე მივიდა მამასთან. მამამისმაც რაღაცა მოკლედ გალამაზდა და შვილთან მივიდა და ახალგაზრდა და ორი თვე გადის და ეს ქალი ხვდება. უი, და ახლა უნება უფალო, ხო შენ პირდიო რომ გაცოცხლებო და უიმეო, მაპატიო, ვერ გიცანიო და იმიტომ აი ესე შეიძლება შესალოს პლასტიკურმა ხირურგმა. აი მუზარ მე კიდე იმაზე მოყვევი რაღაც ნახევარი საქართველოს გააწვალა ეს ოხერი რაღაც ხველებიანი გრიპია ჯონი ექიმო აღარ გადის და არ გადის კაცო. აბა მე შებრუნებაც ონდია მოკლედ შარიანია და ერთ მეგრელს შეეყარა თურმე ხო და მივიდა ჩემო ბატონო ექიმთან და ექიმა შეხედა ასაკოვანი კაცო უთხრა არა თქვენი მოწევა კატეგორიულად არ შეიძლება დალევაზე ფიქრიც არ შეიძლება ესე იგი ქალს საერთოდ უნდა გაიგაროს და დაივიწყოთო მჟავე ცხარე აჯიკა წიწაკა არ არსებობს აბა რა გქნა მარტო ვახველო და ვახველო კაცო მარტო ვახველო და ვახველო კაცო გოგიტარო ასე ჯუბადში დაშია საქმე ჯამთელად ხო ხარ რა ვიცი ერთმა ჯამთელად გაყვოვოს კაცო ჯამთელავი თბილისს ვისწავლე ბატონო ჯემალ ესე სერიოზულად გაჩერება ბავშვობაში ძალიან ცელქები ვიყავით მე და ჩემი და რა სირბილი რა გაქანება და გამოქანება და ერთხელ ჩემი მამას ხშირად პაციენტები ელოდებოდნენ ხოლმე მოსაცდელში და ბებო მოიყვანა ცელქი ბავშვის ისეს გატრუნული ჩვენ გავდივართ ესე იგი დავდივართ გვიყურა და ამას თავის შვილები ვერ გაუზდია და დაუშვიდებია და ზემოდი მე მიგონა საქმე ადრე ერქვა ჩვენ პროფესიას ნევროპათოლოგია საბჭოთა პერიოდში მე დამოუკიდებელ საქართველოში დაერქვა ნევროლოგია როგორც ორიენტაცია ევროპული გვაქვს მაგრამ ზოგი ახლაც ნევროპათოლოგიას ეძახის მე თქვენ მე სიმღეროთ არ გამიშვებთ ბატონო ჯემალ და სიმღერას ერთ-ერთ კლუბში მთხოვეს სიმღერით გამოსულიყავი და ეს ის არის რომ სიმღერას აქვს თავის შემოსვლა ცალფერზე ტრიალი ჰარი ვიძახი და გავაჯაზე და კოტიკა ყობანეიშვილმა თქვა ბიჭო ეხლა არ ჩავწვდი ამის პროფესიის დასახელებასო 6 საათამდე გოგიტა არის ნევროლოგი 6-ის მერე პათოლოგი ისტორია და სიმღერა მინდა რომ შემისვლო მინდა გუზარდები ძალიან თქო შემოგიგდა